ნელ-ნელა გროვდება ლიტერატურული მარშიც. სოლიდარობა და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. არ ვიცი რა ხდება, საუბრობენ. ხო, თურმე უბრალოდ იკითხე სად უნდა წახვიდეთო რა. რომ მზის ერთი ნაწილი მოგცენ. მეგონა რა პრობლემა ხო არ არის თქო. წავედითო რა. უნდა გაგიკეთებინა. აუ რა დროს. ლიტერატურული მარში.
Lemb აპეიკ აკიდე ლიტერატურული მსვლელობა. მცირე გაჩერება ლიტერატურის მუზეუმთან. აუ, რატომაც ძალიან ცუდად იღებს ალბათ შუქი. განათება რო არ არის საკმარისი. აუ, ემატება ჯერჯერობით ხალხი მოდის. Solidarობა ყველას, ვინც იბრძვის სიტყვით, კალმით, ოლიგარქის წინააღმდეგ და ვინც იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ზია ამაღლობელი ჩვენი საქმისთვის არის იქ და აუცილებლად უნდა ვიდგეთ იქამდე სანამ ის გარეთ არ იქნება. ზია ამაღლობელი, რომელმაც დღეს შიმშილობა გამოაცხადა, ჩვენი კოლეგა, ნამდვილი ჟურნალისტი, სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანი და პროფესიონალი. თავისუფლება მზია ამაღლობელს, საბა მეფარიშვილს, ომარ ოკრიბელაშვილს, ფრიდონ ბუბუტეიშვილს და ყველას, ვინც უსამართლოდ იმყოფება ეხლა ციხეში. იმისათვის, რომ დააშინონ გარეთ მყოფი ადამიანები. სამაგალითოდ სჯიან ამ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ დააშინონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები და გაიმყარონ თავიანთი რეჟიმი. სოლიდარობა უკანონო პატიმრებს. Solidarობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. ზია ამაღლობელს, ომარ ოკრიბელაშვილს, საბა მეფარიშვილს, ფრიდონ ბუბუტეიშვილს, რომლებსაც აქვს აბსოლუტურად უსამართლო და არაპროპორციული, წარმოუდგენლად გიჟური შეფარდებული, რა ქვია, სასჯელი. თავისუფლება ამ ადამიანებს. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველას, ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის ეხლა თვითონ არის თავისუფლება შეზღუდული. შეგვიძლია ალბათ. მეგობრებო, მოდით მეგაფონთან ვინახათ კიდე. სოლიდარობა და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ლიტერატურული მარში. ლიტერატურული აქცია. არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. Riot. იქნება სამართალი, იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. Შოედი, რა ფერი? Solidarობა მზია ამაღლობელს. აი შეუერთდით უკვე. Solidarობა მზია ამაღლობელს. Solidarობა მზია ამაღლობელს. გამოუშვით რეჟიმის ტყვეები. გამოუშვით რეჟიმის ტყვეები.
ამერიკის საელჩოსთან რო იყვნენ ის ხალხი აქ შეიკრიფა, იმიტომაც ამერიკის დროშები უფრო მეტია ვიდრე ევროკავშირის. ოსკასუენ. იაჰუ! აქ ლიტერატურების აქცია. ცოტა ხართო და უნდა გადახვიდეთ ხალხის სავალ ნაწილზე, არ ვიცი რა ხდება. არ ვიცი დარეტევა როგორ გავშალოთ ეს. წამოვლენ ალბათ. ეხლა გამოყოლა რაღაც გვინდა ვერ ხვდები, როდესაც ისედაც ფეხით სავალ ნაწილზე ვდგავართ ყველა. არ ვარღვევთ. ეს ვარ თუ? ძალიან დავცოტავდით. ბევრი იქ დარჩა რა. ძალიან ცოტა დავჭით. მაგრამ არა უშავს იქიდან ბევრი წამოვარჩა. Welgar poliția! Alsat Samartali! Welgar poliția! Alsat Samartali! Welgar poliția! Alsat Samartali! Cețhli oligarhias! Cețhli oligarhias! Cețhli oligarhias! Cețhli oligarhias! Cețhli oligarhias! Cețhli oligarhias! Ar ikნება სამართალი? Ar ikნება სამართალი? Ar იქნება მშვიდობა! Solidarობა პატიმრებს! Solidarობა პატიმრებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! Თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! რეჟიმის ტყვეებს! უსნო რეჟიმის ტყვეებს! ოსკა თავისუფლება მზია ამაღლობებს! ლეინ თავისუფლება მზია ამაღლობებს! 225 Welgar poliția! აი აშკა მიემართა Welgar poliția! Არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! Solidarობა ჟურნალისტებს! Solidarობა ჟურნალისტებს! თავისუფლება მზია ამაღლობებს! Თავისუფლება მზია ამაღლობებს! Solidarობა რეჟიმის ტყვეებს! Solidarობა რეჟიმის ტყვეებს! Welgar poliția! Welgar poliția! სამართალი არ იქნება სამართალი! მშვიდობა Solidarობა მზია ამაღლობებს! Solidarობა მზია ამაღლობებს! სანამ ესენი არ დამთავრდებიან იქამდე ქუჩაში ვიგზავნა თუ რაღაცა ანდა გვარი Nikola da jest teraz porażona, ona tu jest idealna. Sinikowi, Marca Julevis სასამართლოს ზოგადად სამართლის წარმოების მომსწრენი ვარ. როდესაც ფარისეულად საპროცესო შეთანხმება დაფორდა და ეს სახდება როგორც გულმოწყალება სახელმწიფოს მხრიდან
არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ისე ვსაუბრობ და შეუძლებ ერთი დღეს ხარჯად, სინდისის ძალიან დიდი გასაკუთრებულობა გადააბარებს მეგობარს. თუ მეგობარი ცდილობდა რომ შეუყვება ხალხობა, ის ხალხობას გადააბარებს და ასე შემდეგ. არავინ არ განსჯის, თუ რაღაც მომენტი შეწყვეტილი აღმოჩნდა. გამაღლა რომელსაც ჭირდება ადამიანი, რომელიც ხელში დაიკავებს საჭიროებისამებრ გამოიყენებს უშუალოდ საზღვაოს მარშზე და რუსთაველზეც თავისთავად, მაგრამ აქ გამოიყენებს ამ მნიშვნელოვანია. ასე უბრალოდ ისე თქვაც მინდოდა და ტექნიკური დაუმართავების გამო არ გამომივიდა, იყო ისე ჯერ ერთი ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინცაც მოდიხართ და იმ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღეს დღესაც და აქამდეც სახალხო ეგრეთ წოდებულ სიმბოლურ გარე ეთერში. კი ვეძახით ამ ეთერს სიმბოლურს, მაგრამ ყველაფერი ხვდებით გონი რომ შინაარსითაც და ფორმითაც მას არაფერი აქვს სიმბოლური, სინამდვილეში ის არის უზომოდ დატვირთული, კრიტიკული და მათ შორის უმნიშვნელოვანესი კერა აზრის კრიტიკული აზრის ერთმანეთზე გადასაცემად, ხო? და რეალურად შეიძლება რაღაც მომენტში მესმის რომ არსებობს ის დუღილი ხალხში, რომელიც ამ პროტესტებს ახლავს და იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მწვავე რეალობა, გვიდგება ყოველ დილით, ყოველი ახალი დილა ახალ მწვავე რეალობას გულისხმობს და ხშირად შეიძლება ეს სახალხო ეთერი პირდაპირ დიალოგში გვეჩვენებოდეს, რომ არ შედის ამ მწვავე რეალობასთან, მაგრამ სინამდვილეში იმ კრიტიკულ საკითხებზე საუბარი, რომელიც ხდება ამ ფორმატში, არის ზუსტად იმის კიდევ ერთი მანიფესტაცია, რომ დღეს რაშიც ვართ, ეს არ დაწყებულა არც 2 თვის წინ, არც გუშინ წინ და მათ შორის არც 1 წლის წინ და შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობა, ხო? ამის გათვალისწინებით კინოს საკითხი იქნება ეს თუ იქნება ეთნიკური უმცირესობების თემა, იქნება ეს გენდერული თუ სექსუალური უმცირესობების თემა, იქნება ეს ყველა ის საკითხი საერთოდ, რომელიც აქამდე შუქდებოდა და გაშუქდება აი ამ ეგრეთ წოდებულ სიმბოლურ ფორმატში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ რეალურად ის, რაშიც დღეს ვიმყოფებით, არის თავისთავად ფორმით კიდევ უფრო მწვავე, კიდევ უფრო რთულად ასატანი, მაგრამ არ არის გუშინ მომხდარი რეალობა, ხო? გუშინ დამდგარი რეალობა და რა წამს გვაქვს საშუალება იმის, რომ გავერთიანდეთ. პირველი რაც უნდა საკითხად დავაყენოთ არის ის, რომ დიახაც რომ დღეს არის იმის რომ ვისაუბროთ კინოს პრობლემაზე, დიახაც რომ დღეს არის იმის რომ ვისაუბროთ განათლებაზე, არის იმის რომ ვისაუბროთ პოლიციისა და რეალურად ყოველი დღე არის იმის დრო, რომ ვისაუბროთ ყოველ ახალ პრობლემაზე და რაც არ უნდა დღე ვითენდებოდეს კიდევ დამატებითი ახალი პრობლემით, ის საკითხები, რომლებიც შეიძლება ვერ ამოვწურეთ წინადღებში, აუცილებელია რომ დავაყენოთ და ამაზე ვისაუბროთ და მადლობა მოკლედ აქ ყოფნისთვის და ასეთი გულითადი ჩართულობისთვის. მეგობრებო, აი კიდეების წინ ვიკრიბებით იმისთვის, რომ მოვაწეროთ ხელი წერილს, იმისთვის, რომ ფიქსირდებოდეს ამ ტელევიზიაში ტექსტურადაც წერილობით, რომ ამდენი ადამიანი ითხოვს სახალხო ეთერის დაბრუნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიაში და ეს არ არის მხოლოდ არ ვიცი, კონკრეტული რადიკალების მოთხოვნა და ასე შემდეგ. შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დაარღვია პირობა, გააუქმა სახალხო ეთერი და რომ დღეს ჩვენ ვითხოვთ ისევ ამ სახალხო ეთერის დაბრუნებას. ამიტომ
გითხოვთ აი აქ მოგროვდეთ და ხელი მოაწეროთ წერილს, რა თქმა უნდა შეგიძლიათ წაიკითხოთ, საკმაოდ მცირე არის, ერთ გვერდამდე არის ტექსტი. მადლობა. ავედით! როგორ წავიდეთ? მამშვიდობა. მართალი. მამშვიდობა. მამშვიდობა. გაიბლომად ვართ, კარგია. ძიმე ხო არ არის, დაგეხმარები. ვოლტის თანამშრომელს პოლიციაზე რაღაც პრობლემა რა არის, არ ვიცი. ძეგლი ოლიგარქიას! გაპატიებ ტერორს, ძალაუფლება ხალხს. თავისუფლება დღეს! თავისუფლება დღეს! ხალხის არის გეშინოდე! ხალხის არის გეშინოდე! სამართალი ხალხს! ოლიგარქიას! არ იქნება მშვიდობა! არ იქნება მშვიდობა! სოლიდარობა ქუთაისს! სოლიდარობა ხალხს! უფლება ხალხს! თავისუფლება დღეს! თავისუფლება დღეს! ხალხის არის გეშინოდე! უსამართლო სასამართლო! ხალხის არის გეშინოდე! უსამართლო სასამართლო! ხალხის არის გეშინოდე! თავისუფლება დღეს! ეშახტებს სტუდენტებს! მასწავლებლებს, სტუდენტებს და კიდევ ერთი. ხალხს! ცეცხლი ოლიგარქია! არ იქნება მშვიდობა! თავისუფლება დღეს! გაპატიებ ტერორს!
ელა ჩაბრუ არჩევნები Pizza, a good swim. საკვების სკოლებში რა აზრია ორი ფორმიანი საკ გამოყოლა და პლუს კიდე სამი მანქანა რო წუხდება ჩვენთვის რომელი კრიმინალები ჩვენ ვართ ვერ ხვდები რა საჭიროა Tela with Kutais. Eşaxtებს, ektnებს.
რომელი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა სამართალი ხალხს სამართალი ხალხს ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ვითხავთ ახალ არჩევნებს ვითხავთ ახალ არჩევნებს თავისუფლება რეჟიმის დღეს სოლიდარობა ჩაგრულებს სოლიდარობა ბათუმ სოლიდარობა ქუთაის სოლიდარობა ქუთაის სოლიდარობა ზუგდის სოლიდარობა ზუგდის სოლიდარობა ბათუმ სოლიდარობა ბათუმ სოლიდარობა თელავს სოლიდარობა თელავს სოლიდარობა ფოთ სოლიდარობა ფოთ სოლიდარობა ახალციხეს სოლიდარობა ახალციხეს სოლიდარობა თანამებრძოლებს თანამებრძოლებს ძალაუფლება ხალხს აუფლება ხალხს დამხაბარეჟი დამხაბარეჟი უსამართლო სასამართლო ეშინოდე უსამართლო სასამართლო უსამართლო სასამართლო არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა სოლიდარობა მშრომელებს სოლიდარობა მშრომელებს სოლიდარობა საჯარო მოხელებს სოლიდარობა საჯარო მოხელებს ძალაუფლება ხალხს ძალაუფლება ხალხს დამხობა პოლიციურ რეჟიმს დამხობა პოლიციურ რეჟიმს თავისუფლება თქვენ თავისუფლება თქვენ არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ყველა ჩაგრულს თანამებრძოლებს და ხალხს ყველგან პოლიცია ესეც სამართალი ყველგან პოლიცია არსად სამართალი ყველგან პოლიცია არსად სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ღირსეული პირობები მშრომელებს ისეული პირობები შრომელებს უფასო საყვების სკოლებს საკვების სკოლებს ვითხავთ ღირსეულ პენსიებს ვითხავთ ისეულ პენსიებს ძირს პროპაგანდა პროპაგანდა მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს აუწყებელი ეკუთვნის ხალხს პირველი არხი ჩვენია ჩვენია არჩევნებით არობა სტუდენტებს მადლობა ესე შეუერთდით რუსთაველს რა თქმა უნდა გადაკეტილი დახვდა იოუ
54 დღე ხალხის უამრავი რაოდენობა საზღვრო დიდი რაოდენობა 54 დღე იქამდე ვიდგებით სანამ არ გავიტან ჩვენსაც ჩვენ ვართ მართლები ღმერთი ჩვენკენაა ესე იგი აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნებას 54 დღე აი რამდენად ბევრი ხალხი მივართ რა ჩვენკენ არის სიმართლე და გავიმარჯვებთ სახელოვნებას აი 54 დღე გადატენილია რუსთავები სადღაც ლექცია ყოფილიყო მაგრამ რა ვერ პოულე სალამი აუმარჯეს არ მთავრდება ხალხი უამრავია ასწორებს აი არჩევნებმა გაჟონა სცემა და დროშა ასევე ჯერზის გავაგებინო ალობა იღოს ჩანს ალობა Garkias Au. მოსახში წასვლის წინ შეომჩნია რომ ერთი ფორმიანი იღებდა ვიდეოს, როდესაც რეალურად ხალხი ადიოდა ზემოთ და უკვე მიდიოდა სახლში. ანუ რა ვიცი, იქ რა წამები ჩანს და რა მომენტი ჩანს მაგის ვიდეოში, არ ვიცი. არ მინდა რომ ვინმეს წაუყენონ. რამე და მოუვიდეს ჯარიმა რაღაცის გულისთვის. როდესაც რეალურად სახლში მიდიოდა, როდესაც დაინახეს რომ რაღაც 15 კაცი იყო დარჩენილი, ერთმა ამოიღო და დაიწყო გადაღება, როდესაც რეალურად არავინ აღარ რჩება იქ. ყველა მიდის სახლში. ანუ ესაც მაგარი უსამართლობაა რა. ესაა ყველაზე სუსტად ნათქვამი რომ უსამართლობა დაუძახო ამას და დანარჩენი უკვე ყველა ვიცით რადონის რაცაა და როგორცაა რა. და არავის არ უნდა შეჭეს ეს. ერთ დავამატებ გუშინ გამოვიდა ეს სასამართლოდან ვიდეო, ვითომ მტკიცებულება რადგან რეალურად 25 წუთზე იყო საერთო კადრი გაშვებული, სადაც უბრალოდ იკეთებოდა და იმ მომენტში არ ვიყავი. თუ ვიყავი კონკრეტულად აქეთ. დიდი ვარაუდით და 40 წუთი და 20 რაღაცა წამზე იყო უკვე, როდესაც უკვე ისედაც ოფიციალურად გადაკეტილი იყო. გზა და ერთი ნაბიჯით დაშორებული იყო იმას და მე და ერთი არ ვიტყვი, ჩემი მეგობარი ასე ვთქვათ. ერთმანეთს რაღაცას ულაპარაკებით. ანუ კარგი რა. უბრალოდ უნდა ნებისმიერი რამ და ჩვენ კიდე დებილები არ ვართ, რომ ის არის 25 წუთი, ის არის 40 წუთი და თითქმის 51 წუთი, 38, 40, 45 წამამდე, ანუ სისულელეა. ხო. და ამისთვის ჯარიმატი არა ბუდიშის მოხდა არის საჭირო ჩვენ მიმართ. ხო. აი მე დავასრულებ. თუით. პოსტსკრიპტუმ ოფიციალურად გადაკეთება მაშინ ნიშნავს, როდესაც ყველა ფორმიანი გადის ადგილიდან და გვითმობს ჩვენ ადგილს და ისინი დგას მანქანები სხვადასხვა ადგილას და თვითონ ის მანქანები კეტავენ ქუჩას. ჩვენ ვატარებთ უკვე იმას, ავტომობილი არის თუ ავტობუსი თუ ნებისმიერი რამ და იკეტება ჩვენგან გზა. საკმარისი რაოდენობა უკვე და რადგან პოლიცია გადის უკვე ხალხიდან ეს უკვე ნიშნავს რომ აღიარებენ რომ საკმარისი რაოდენობა ვარ და მაგ დროს უკვე როდესაც ფორმიანები გადიან და აღიარებენ რომ ვარ საკმარისი რაოდენობა მაშინ რომ მოგდის სასამართლო და დიდი ვარაუდით ჯარიმა აი ეგ უკვე ძალიან დიდი უსამართლობაა და ამისთვის აუცილებლად ყველა აგებს პასუხს მოვაჩვენით როცა და მოვასამართალით კი მაგრამ მაგამდე კიდე რა ვიცი არ არის არ ღირს გადახდა და რა იქნება და როგორ იქნება ახლა ის არ ვიცი ჯერ დაუწერიათ ჯერ 21-ში არის ჩანიშნული პროექტი იმედი არა ვიჩერიანია ნახავს ამ ვიდეოს მაგრამ ჩვენ ძალიან მალე გავიმარჯვებთ იმიტომ რომ სიმართლეა ჩვენ მხარეს სიმართლეა ჩვენ მხარეს ესე იგი ღმერთია ჩვენ მხარეს მომჩა მარტივი ლოგიკა ვინც არ უნდა იყოს ჩვენ საპირისპიროდ ყველას მოიხაზება კარგად ვთქვათ 20-24 ჯუჯების სტუდიო რუსთავ fuck the system yahoo შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიფც შენ ბუდავ მე ვდგავარ ვიფც შენ მესვი მე ვდგავარ ვიფც ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა რა საღებავი კედლები